ბათუმი მაისში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ მემკვიდრეობას უმასპინძლებს. საკონსულტო ფილმები უკვე შერჩეულია პროგრამაში წელს ქართველი და უცხოელი რეჟისორების მიერ გადაღებული სხვადასხვა ჟანრის 25 ფილმი მოხვდა. მათგან საუკეთესოს 6-კაციანი ჟიური შეარჩევს. გამარჯვებულ ფილმებს ფესტივალის ორგანიზატორები მოგვიანებით უცხოეთში ქართული დიასპორების წარმომადგენლებს უჩვენებენ. საკონკურსო ფილმების ჩვენების გარდა გაიმართება ფოტო და ქართული ხატწერის ნიმუშების გამოფენები, თეატრალური წარმოდგენები და ასევე სამეცნიერო კონფერენცია. საერთაშორისო ფესტივალი მემკვიდრეობა საქართველოს საპატრიარქოს პატრონაჟითა და ფონდ წმინდა ანდრიას ჯვრის ორგანიზებით პირველად იმართება და მისი მიზანი ხელოვნების სხვადასხვა დარგის პოპულარიზაციაა. ძალიან მიხარია, რომ ეგეთ ფესტივალი იმართება რა და რო არის შესაძლებლობა რომ მიეცა ახალგაზრდა რეჟისორებს, არა მარტო ახალგაზრდას, ყველას რომ მიიღოს მონაწილეობა. ბათუმს მაისსა და ივნისის თვეში ელოდება საკმაოდ საინტერესო და ძალიან მაღალი დონის ორგანიზებული ფესტივალი, რომელიც გონებ რომ როგორც კინომოყვარულთათვის, ესევე ზოგადად ხელოვნების მოყვარულებისთვის იქნება საინტერესო და ამავდროულად იქნება სულიერი კათარზისი გარკვეულად იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს ღვთის სიტყვა მოისმინონ ეკრანის საშუალებით.